მთელი ზამთარი უშუქოდ ვიყავით და ძალიან რთული იყო იმის გამო რომ ვერ გაჩერდები სახლში ხა შუქი არ არის მით უმეტეს კოშკში ცოტა ბნელა ანუ მთელი დღე გასულები ვართ რაღაცა თუ არ აკეთე აქ გაძლება ძალიან რთულია დღისით კაც თუ საქმე არ აქვს ვერ გაძლევს მთელი ზამთარი მთის კანონი მე არ შემხებია იმიტომ რომ არ შემიძლია ჩავეწერო აქ რადგან საკუთრებაში არაფერი მაქვს და საკუთრებას არ გვაძლევენ და თაშიც ვერ ჩავეწერებით ანუ 3-4 წელი აქ ვარ ვითომ რაღაცა თაში დაბრუნებას ცდილობენ ხალხისას მაგრამ იდეაში არაფერს აკეთებენ მიწებს არ გვიფორმებენ მე ეს ძალიან მაგრად მაფერხებს რომ არა და აუცილებელია ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ ეს ხელს შეგვიწყობს სიტყვაზე ავდგები და იპოთეკით დავტვირთავ ან ვიყიდი და ამით უფრო შანსი მექნება მე რომ ეკონომიკურად სიტყვაზე უფრო წინ წავიდე განვითარებ. რატო უნდა მიხდებოდეს სიტყვაზე, როცა ვიცი რომ გადმოცემით და იმით რომ მე აი მომიტანე საქამდე რაღაცა ადგილი მამულები და დამიტოვეს და ამის გაფორმების უფლება არ მქონდეს. ანუ როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს სიტუაცია, არ ვიცი. ეს გუბერნატორი იყო, მერი იყო, თუ ვინც იყო. ნუ ამას თითქოს ამ კითხვას თითქოს ისე ატარებდნენ რომ არ უნდათ პასუხი არ აქვთ თუ რას აკეთებენ ნორმალური პასუხი ვერ მივიღეთ თუ რატო არ გვაძლევენ ჩვენ საკუთარ მიწებს რომელიც შთამომავლობით აქ ყველა მიწის ვისი რა არის ვის რა ეკუთვნის სასტუმროს გაკეთება მინდა დაბლა ადგილი მაქვს ერთი რომელიც კოშკებს უყურებს კოშკების ხედით არის და მდინარის პირას არის საკმაოდ კარგი ადგილია და პერსპექტიული იმიტომ რომ იშვიათია ეგეთი ადგილი ანუ არიან პიროვნებები, ჩემი თანატოლები, რომლებსაც დაბრუნება უნდათ და ეგ პრობლემა აქვთ. მაგის გამო არიან უკვე წამოსულები რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ აი ვერ არიან თამამად იმიტომ, რომ ის მიწა, რომელიც სიტყვაზე ერგო იმას მამისგან, პაპისგან და ასე შემდეგ, ის არ აქვს საკუთრებაში. ნუ ეს უბრალოდ ალბათ იდეის დონეზეა, რომ ის უნდა იყოს. ვითომ თას და ამ ხალხს აჩვენებენ, რომ იქ დაბრუნება ხალხის რაღაცა ხელს უწყობენ, მაგრამ მე არაფერი ხელშეწყობა არ მიგრძნია.